სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღეს ბათუმში მცხოვრები აფხაზები მონათლა. ნათლობა ბათუმის საკათედრო ტაძარში გაიმართა სულ დღეს ილია მეორემ 25 ადამიანი მონათლა, მათ შორის 10 აფხაზია. ნათლობის შემდეგ უწმინდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ცხუმ აფხაზეთისა და ბიჭვინთის მიტროპოლიტი ილია მეორე სარფში კოლხობის დღესასწაულზე დასასწრებად გაემგზავრა. კოლხობის დღესასწაულზე სპეციალურად წლევანდელი ღონისძიებისათვის ანსამბლი აძალი ლაზი მეთევზის სიმღერასაც შეასრულებს. სპეციალური პროგრამა აქვს მომზადებული ქედის და მაჭახელას ფოლკლორულ ანსამბლებსაც. კოლხობაზე შედგება ბაიარ შაჰინის ახალი სიმღერების პრემიერაც. პროგრამის მიხედვით სარფში ზღვის სანაპიროზე ხალხური რეწვის ნიმუშებიც გამოიფინება. მოეწყობა სპორტული შეჯიბრებაც. ხარული ვარ რომ ვიმყოფები იქ, სადაც 7 წლის მანძილზე ვსახურობდი და ასევე 11 წელი აფხაზეთში, სადაც საოცარი სიყვარული სუფევდა ჩვენ შორის და მე იმედი მაქვს რომ ის პატივისცემა და ის სიყვარული რომელიც არსებობდა ქართველებსა და აფხაზებს შორის ის აღდგება და ჩვენ ვიქნებით ერთად ბედნიერი და მომავლის იმედის მყოფნი. ღმერთმა დაუწოს დღეს მონათლულნი ჩემი ნათლულები. ეს ქართველებისთვისაც და აფხაზებისთვისაც საერთო სიხარულის დღეა. ინათლებიან აფხაზები. ქრისტეში სიყვარული არაფერი არ აერთიანებს და არაფერი არ კრავს ისე ადამიანებს, როგორც ქრისტეს სიყვარული და ნათელმირონობა და პატრიარქის ნათლულები გახდებიან აფხაზები დღეს აჭარაში. პატრიარქი რომ ნათლავს, იმით ვარ, რა ვიცი, სულიერად სავსება რა, რომ გითხრა. ბედნიერი ვარ ძალიან. კაი ხანია მქონდა სურვილი, რომ მე ვინათლო და ჩემი სურვილი ვიყავი ჩასული პატრიარქთან მარტში და იქ გადაუწყვეტეთ რომ ჩამოვა ბათუმში და მე ვიდექი.